როგორი ამინდია ხოლმე ზამთარში იქ, სადაც ცხოვრობთ? თუ Fairbanks-ში, ალასკაში ვინმეს კითხავთ, შეიძლება აღწერონ ყინვიანი დღეები და გარეთ დიდი თოვლი. ამ დროს მაიამიში, ფლორიდაში თუ გკითხავთ ვინმეს იგივე კითხვას, გეტყვიან, რომ უმეტეს შემთხვევაში საკმარისად თბილა იმისთვის, რომ გახვიდე სანაპიროზე. როგორ შეიძლება, რომ ორი ადგილი ერთსა და იმავე კონტინენტზე ამდენად განსხვავდებოდეს? ეს ყველაფერი დამოკიდებულია რეგიონულ კლიმატზე. კლიმატი ნიშნავს იმას, თუ როგორ იქცევა ამინდი კონკრეტულ რეგიონში გრძელ ვადაში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ნიშნავს ერთგვარ გასაშუალოებულ საშუალო ამინდს. და რეგიონის კლიმატი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის განედზე, ზღვის დონიდან სიმაღლეზე და გარშემო მყოფ გეოგრაფიულ მახასიათებლებზე, როგორებიცაა მაგალითად ოკეანეები ან მთები. მოდი ჯერ განვიხილოთ, როგორ არის რეგიონული კლიმატი დამოკიდებული განედზე. განედი აღნიშნავს წარმოსახვით ხაზებს, რომლებიც ზომავენ თუ რამდენად ჩრდილოეთით ან სამხრეთით მდებარეობს ადგილი ეკვატორიდან. ეკვატორიდან, რომელიც თანაბრად ყოფს დედამიწას ორ ნაწილად. ეკვატორს შეესაბამება განედის 0 გრადუსი და ეკვატორიდან პოლუსებისკენ ეს გრადუსები იზრდება და მაქსიმუმი არის 90 გრადუსი. 90 გრადუსი ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მზე არათანაბრად ათბობს დედამიწას და ამიტომ ადგილები, რომლებიც უფრო მოშორებულ განედებზე არის ეკვატორიდან, საშუალოდ იღებს ნაკლებ პირდაპირ მზის შუქს და მზის ენერგიას და ეს იწვევს საშუალო წლიური ტემპერატურის შემცირებას. და ადგილები, რომლებიც პირიქით ეკვატორთან ახლოს მდებარე განედებზე არიან, საშუალოდ იღებენ უფრო მეტ პირდაპირ მზის შუქს, მეტ ენერგიას და ამიტომ ტემპერატურა საშუალოდ წლიურად უფრო მაღალია. ეს არათანაბარი გათბობა ქმნის მაღალი და დაბალი წნევის ზოლებს ან სარტყელებს, რომლებიც ეკვატორიდან პოლუსებამდე ვრცელდება და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ნალექის რაოდენობაზე. იმ ადგილებში, იმ ზოლებში, სადაც ტენიანი ჰაერი ადის ზემოთ, რაც ხდება ძირითადად 0 გრადუს გრძედზე და ასევე ჩრდილოეთით და სამხრეთით 60 გრადუს გრძედებზე, არის დიდი რაოდენობით ნალექი, განსაკუთრებით ეკვატორის გარშემო. ხოლო ზოლებში, სადაც მშრალი ჰაერი ჩადის ზედაფენიდან ქვემოთ, და ასეთი ზოლებია პოლუსები მაგალითად და ასევე 30 გრადუსით ჩრდილოეთით და სამხრეთით მყოფი განედები ეკვატორიდან, გვხვდება ძალიან მცირე ნალექი. ეს ქმნის მშრალ პირობებს პოლუსებზე და უდაბნო პირობებს რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან 30 გრადუსიან განედთან. რეგიონულ კლიმატებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სიმაღლეს, ანუ თუ რამდენად მაღლაა ადგილი ზღვის დონიდან. ჰაერი რაც უფრო მაღლა ადის ზედაფენებში, მით უფრო ფართოვდება და ცივდება. ამიტომაა, რომ მაღალ რეგიონებში, როგორიცაა მაგალითად მთები, საშუალო ჰაერის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე დაბალ რეგიონებში. და რაც შეეხება მთებს და ზღვებს, გეოგრაფიული მახასიათებლების არსებობაც გავლენას ახდენს რეგიონის კლიმატზე. მოდი ჯერ ვნახოთ წყალს როგორი გავლენა აქვს. წყალი ნელად თბება და ნელად ცივდება, ხოლო მიწა სწრაფად თბება და სწრაფად ცივდება. შედეგად ტემპერატურის მერყეობა ბევრად უფრო მცირეა იმ ქალაქებში, რომლებიც წყლის დიდ მასებთან არიან ახლოს. ვიდრე იმ ქალაქებში, რომლებიც მიწით არიან გარშემორტყმული. მაგალითად, მოდი ავიღოთ ვანკუვერი, რომელიც კანადაშია და წყნარ ოკეანესთან არის ახლოს, და შევადაროთ ვინიპექს, რომელიც მდებარეობს ქვეყნის შიგნით, აღმოსავლეთით. მოდი ახლა დავუკვირდეთ საშუალო ტემპერატურა როგორ იცვლება თვეობით თითოეულ ქალაქში. ვანკუვერი იწყებს ოდნავ გრილი ტემპერატურით, შემდეგ ცოტა უფრო თბება და თბილი ზაფხულია და ბოლოს ისევ გრილდება. და მთელი წლის განმავლობაში ქალაქი განიცდის მცირე ვარიაციას ტემპერატურაში, რაც იმის დამსახურებაა, რომ ოკეანესთან არის ახლოს, რომელიც ნელად თბება და ნელად ცივდება. ახლა ვინიპექს თუ შევადარებთ ვანკუვერს, დავინახავთ, რომ უფრო ცივი ზამთარი იცის და გაცილებით ცხელი ზაფხული, რაც წლის განმავლობაში ტემპერატურის გაცილებით დიდ დიაპაზონს განაპირობებს ამ ქალაქისთვის. ისეთ კლიმატებს, როგორიც ვანკუვერშია, ვუწოდებთ ოკეანურ კლიმატებს და ისეთებს, როგორიც ვინიპექშია, ვუწოდებთ კონტინენტურ კლიმატებს. საინტერესო რაღაცები ხდება, როცა კომბინირდება წყლისა და ხმელეთის ეფექტები. ერთ-ერთი ესეთი საინტერესო რამ არის rain shadow, რაც წვიმის ჩრდილს ნიშნავს, რომელიც გვხვდება მაშინ, როცა მთები არის შედარებით ახლოს ოკეანესთან. მაგალითისთვის, მოდი შევხედოთ ანდების მთათა სისტემას, რომელიც არის სამხრეთ ამერიკაში. როგორც ხედავთ, ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიუყვება, ან სამხრეთიდან ჩრდილოეთით, მე რა ვიცი, ანუ ვერტიკალურად არის ამ რუკაზე მოკლედ ეს მთათა სისტემა და ძალიან ახლოს არის წყნარ ოკეანესთან. და დავუკვირდით, როგორი მწვანე და აბიბინებული არის ყველაფერი ანდების მთათა სისტემასა და წყნარ ოკეანეს შორის. მაგრამ ანდების მთათა სისტემის უკან ტერიტორია არის პირიქით მშრალი და ყავისფერი. აი ეს არის წვიმის ჩრდილი ან rain shadow. რა იწვევს ამ ხელად ცვლილებას? როცა თბილი და ნოტიო ჰაერი, რომელიც ოკეანიდან მოდის, ხვდება მთას, უწევს რომ ავიდეს ზემოთ,
რაც უფრო ზემოთ ადის, მით უფრო ცივდება და წყლის ორთქლი იწყებს კონდენსაციას და ეცემა წვიმის სახით. ახლა ეს მშრალი ჰაერი მთის მეორე მხარეს დაეშვება, რომ დაეშვება თან შეიკუმშება და სწრაფად თბება და ეს იწვევს უფრო სწრაფ აორთქლებას ამ ტერიტორიაზე. და საბოლოო ჯამში ოკეანის მხარეს ვიღებთ გრილ და ნოტიო კლიმატს და მთათა სისტემის მეორე მხარეს ვიღებთ პირიქით მშრალ, თბილ კლიმატს, რომელიც მოქცეულია წვიმის ჩრდილში. და სწორედ ეს ვნახეთ სატელიტის ფოტოდან. როგორც ხედავთ, რეგიონალური კლიმატები შეიძლება უცებ ძალიან კომპლექსური სისტემა აღმოჩნდეს, თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, რაც მათზე გავლენას ახდენს. და იმის მიხედვით, თუ რა რეგიონში ხარ, შეიძლება ერთი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი იყოს და განსაზღვრავდეს ადგილობრივ კლიმატს უფრო მეტად, ვიდრე მეორე. მაგალითად, როგორც ანდების მთათა სისტემას გავლენა აქვს თავის ტერიტორიაზე აქეთ-იქით. და ახლა რომ დაუბრუნდეთ იმ ორ ქალაქს, რაც დასაწყისში ვახსენეთ, Fairbanks-ი არის საკმაოდ ჩრდილო განედზე, რაც მარტივად ხსნის თუ რატომ არის ასეთი ცივი ზამთარი, და მაიამი არის უფრო ახლოს ეკვატორთან და ასევე ახლოსაა ოკეანესთან. ამიტომ გაცილებით თბილი ზამთარი იცის აქ.